ვინტაჟური სტილი გამოირჩევა რამდენიმე მთავარი ნიშნით. ეს სტილი არის მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან დაახლოებით და რაღაც დეტალებს ვიყენებთ მე-18-მე-19 საუკუნეებიდანაც. ჩვეულებრივ 1920-იანი, 1960-იანი წლების ესთეტიკა აქვს ამ სტილს. მთავარი ნიშა ამ სტილის არის ძველი, მაგრამ კარგად შემონახული ნივთები. ფერებს რაც შეეხება, არის პასტელური ფერები, ზოგჯერ მუქი ხის ეფექტებიც, მასალები არის ძირითადად ხე, ლითონი, სხვადასხვა სახის ქსოვილები, ბუნებრივი ტექსტურები და ასე შემდეგ. როგორ უნდა მივიღოთ ვინტაჟური სტილი ინტერიერში? ეს უფრო რთული პროცესია, ვიდრე სხვა სტილთან მუშაობა. გვიწევს მოვიძიოთ ძველი ავეჯი, ძველი ნივთები და დეკორატიული ელემენტები. შემდეგ შევაკეთოთ, გადავღებოთ, ერთმანეთს შევუხამოთ და ინტერიერს მივცეთ ვინტაჟური სახე. ვინტაჟური სტილი ძალიან კარგად გამოიყურება თანამედროვე ელემენტებთან შერწყმისას. ხშირად ეშლებათ ხოლმე ვინტაჟური და რეტრო სტილი. რეტრო სტილი არის უფრო მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პერიოდის, ახლობით 1960-1980-იანი წლების. რეტრო სტილი გამოირჩევა აქტიური ფერებით, უფრო ენერგიული და მხიარული ვაიბებით. რაც შეეხება ავეჯს და სხვა დეტალებს, რეტრო სტილში ყოველთვის ვიყენებთ ხოლმე პლასმასის ავეჯს, მრგვალ მაგიდებს, ფერად დივნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, სხვადასხვა დეტალებს, რასაც გავლენა აქვს პოპ-არტის. ფერებს რაც შეეხება, ფერები გვაქვს მკვეთრი, წითელი, ლურჯი, მწვანე და მაქსიმალურად კონტრასტული ფერები. მოკლედ მარტივად რომ შევადაროთ, ვინტაჟური ნიშნავს ძველს, ელეგანტურს და უფრო მშვიდს. რეტრო სტილი გულისხმობს ენერგიულს, მხიარულს, ფერადს და კონტრასტულს. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, უფრო დეტალური ინფორმაციისთვის დამიტოვეთ კითხვები კომენტარებში და ვეცდები ამომწურავად გაგცეთ პასუხი. დროებით.